მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პენიტენციურ სამსახურთან, სადაც შეიკრიბნენ მოქალაქეები ელენე ხოშტარიას სოლიდარობისთვის. მოგეხსენებათ, დღეს მისმა ადვოკატმა გავრცელა ინფორმაცია, რომ ციხეში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად მძიმდება, რასაც პენიტენციური სამსახურისგან მოყვა პასუხი. რომლის შემდეგაც ელენე ხოშტარიას პარტიამ დროამ გავრცელა ინფორმაცია, რომ პენიტენციური სამსახურის სიცრუეში ამხილა. ეს არის ხოშტარიას პარტიის დროას ფორმულირება, სამი სხვადასხვა აქცენტი ჩამოთვალისმათ, რატომაც იტყუებოდა, პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას და ამის შემდეგ უკვე დაიგეგმა პატარა აქცია, მოქალაქეების შეკრება, აქტივისტები, ელენე ხოშტარიას მხარდამჭერები და მეგობრები შეიკრიბნენ, რათა ისაუბრონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პენიტენციური სამსახურის დამოკიდებულებაზე, სისტემაში მყოფი პატიმრების მიმართ. და ასევე რამდენიც მაქვს ინფორმაცია, ისინი ითხოვენ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს ელენე ხოშტარიას არა უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, არამედ სამოქალაქო კლინიკაში. მე შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთფერიძემ გაავრცელა ინფორმაცია მის შესახებ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. მოგეხსენებათ, ელენე ხოშტარია უკვე 10 თვეა პატიმრობაშია და ის იქამდეც ცნობილი იყო, რომ ჰქონდა მას ჯანმრთელობის პრობლემები. რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს, როგორც ცნობილია ელენე ხოშტარიას, რომელიც გამოწვეულია რამდენიმე წლის წინ მისი შიმშილობის შედეგად. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ქრონიკული დაავადებას მკურნალობს ელენე ხოშტარია, როგორც ცნობილი, თუმცა როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა, იმიტომ რომ ის ვერ იღებს ციხეში სათანადო მკურნალობას, რომ ის კვლევები, ექიმთან კონსულტაციები და სხვა სამედიცინო ჩარევები, რომელიც ელენე ხოშტარიას უტარდება, არის ფრაგმენტული, არის არაორგანიზებული და როგორც პარტიის განცხადებაში დღეს ეწერა, მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარებული და გაკეთებული და არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ რაც სისტემურად დაინახონ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს ადვოკატმა შოთა თუთფერიძემ თქვა, რომ მათთვისაც კი, ადვოკატებისთვის და მისი მნახველებისთვის თვალხილულად შესამჩნევია, როგორ უარესდება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. თვეების განმავლობაში დაახლოებით 4 თვეა ეს პროცესი მიმდინარეობს. ელენე ხოშტარიას თვითონ არ უნდოდა ამაზე ყურადღების გამახვილება და აქცენტირება, თუმცა საბოლოოდ ის დათანხმდა ადვოკატებს, რომ ინფორმაცია გასაჯაროებული იყო, მაგალითად შოთა თუთფერიძის ინფორმაციით მას უჭირს გადაადგილება, ზოგჯერ წერაც კი უჭირს. და თქვენით, რომ პარტიის ინფორმაციით ელენე ხოშტარია თურქეთში მკურნალობდა, სანამ დააკავებდნენ და მას შემდეგ რაც გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისმა ოჯახის წევრებმა თურქეთში მკურნალ ექიმთან გაიარეს კონსულტაცია, რის შემდეგაც მათ აქვთ ინფორმაცია, რომ თუ დროულად არ მოხდა ჩარევა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, შეიძლება რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდეს, რომ წლის გარეშე გადაადგილება ვეღარ შეძლოს.
სულ რამდენიმე წუთის წინ პენდენციური დაწესებულებიდან ასე ვთქვათ წერილი გავრცელა თავად ელენე ხოშტარია მის როგორც იცით საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში, უბრალოდ საკმაოდ აქტიურად იპოსტება ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში მისი ადვოკატების და ასე ვთქვათ ოჯახის წევრების შუამავლობით წერილებს გზავნის ის რუსთავის ქალთა ციხიდან დღესაც ის გამოეხმაურა მის ჯანმრთელობის შესახებ დისკუსიას, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში, ადვოკატების ინფორმაციას და პენიტენციური სამსახურის ინფორმაციას. ტკივილი ასეტანია, ბოროტა აუტანელი, ეს არის, ასე ვთქვათ, მოკლე შეჯამება ელენე ხოშტარიას წერილის, ამბობს, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასე ვთქვათ, გაუარესებისა, არაპირებს თანამშრომლობას ქართულ ოცნებასთან, არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან, როგორც თვითონ უწოდებს, საუბარია როგორც პენიტენციურ სამსახურზე, ისე სასამართლოზე და სირბილი არ შემიძლია, მაგრამ ბრძოლა შემიძლია. ეს არის ასე სრულდება ელენე ხოშტარიას წერილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა და ეხლა ჩვენ მოვისმენთ მისი მეგობრების და მხარდამჭერების განცხადებას ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მე შეგახსენებთ, რომ ისინი ითხოვენ არა მხოლოდ შესაბამის მკურნალობის გაწევას პენიტენციურ დაწესებულებაში, არამედ პირველ ეტაპზე გადაყვანეს სამოქალაქო კლინიკაში იმისთვის, რომ სრული და ზუსტი დიაგნოსტირება მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. მოგესალმებით. ალბათ ყველა ადამიანი, ვინც იცნობს ელენეს, მიხვდება, რომ თუ ელენემ მოგვცა მის უფლება, რომ საჯაროდ გესაუბრა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ესე იგი ის არის რეალურად ძალიან ცუდად და ელენეს არის ძალიან ძლიერ მდგომარეობაში. მითხე დავიწყო იმით, რომ ელენე პენიტენციურ სამსახურში მოხვდა უკვე ამ დიაგნოზებით, იგი უკვე რამოდენიმე წელიწადია ირჩევს ამ დიაგნოზს, ერთი არის რევმატიული ართრიტი და მეორე არის აუტოიმუნური დაავადება. ელენეს ჩაუტარა ძალიან სერიოზული მკურნალობის კურსი და ძალიან მძიმე მკურნალობის კურსი, რომელიც ნამდვილად არის მარტივი და ამაზე ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ჰქონდა. რა თქმა უნდა, რაც მას შემდეგ, რაც ის მოვიდა ციხეში, რამოდენიმე თვის შემდეგ მისი მდგომარეობა და მისმა დაავადებამ დაიწყო პროგრესირება და უკვე რამოდენიმე თვეა მას უჭირს თითების მოძრაობა, უჭირს გადაადგილება დამოუკიდებლად და მას ყოველთვის ჭირდება ხოლმე რომ დამხმარე ჯოხება მოიტანოს. ეს მე მგონია რომ ყველა მიცის ყოველ შემთხვევაში ამ სამსახურში აუცილებლად ყველას ეცოდინება, იმიტომ რომ ძალიან მარტივია მათთვის ამ ყოველთვის საუბარი. ასევე მინდა აღნიშნო რომ ელენეს თან ვიცი მე თვითონ ჩვენი მიმოწერის ის მე ყოველთვის მწერს რომ იქაური ექიმები პენიტენციურ სამსახურში ყველაფერს ცდილობენ რაღაცნაირად მოხდეს მისი მდგომარეობის დაუმჯობესება, მაგრამ ეს არის მხოლოდ მისი სიმპტომური მართვა, მაგალითად სიცხეზე მიცემენ დამწერ ტკივილზე გამაყუჩებელს და ვისაც შეხება აქვს რევმატიული ართრიტთან და იცის ეს დიაგნოზი, ალბათ მარტივად მისაღებია, რომ ნეუროფენი და გამაყუჩებელი აქ აშურის და არის საერთოდ პროტოკოლის მიხედვით მკურნალობა, იმიტომ რომ მე პირადად ვისაუბრე ელენეს მკურნალობის, რომელიც არის თურქეთში და მან მითხრა, თუ დროულად არ მოხდა აქ ყველა იმ მედიკამენტის მიღება, ყველა იმ კვლევის შემდეგ, რომელიც არის აუცილებელი სავალდებულო და პროტოკოლის მართლმადიდებლური რევმატიული ართრიტის შემთხვევაში, დადგება ძალიან ძლიერი შედეგი და უფრო ელენე შეიძლება ვეღარ შეძლოს გადაადგილება. ამიტომ იცით რა არის, ეს არ არის რაღაც ახირება, ეს არ არის ფუფუნება, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის სიცოცხლის უფლება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოხდეს ელენეს უსწრაფესი გადაყვანა კლინიკაში, აქვე რომელიმე კლინიკაში, სადაც მოხდება ამ კვლევების ჩატარება და არა იმ MRI-ის გადაღება, რომელიც ეხლა გადაუღეს მას, როცა ის იმყოფება ამ დაწესებულებაში, რომ ვერავინ ვერ კითხულობს, უნდა მოხდეს სწორი კვლევების ჩატარება, უნდა მოხდეს მკურნალობის დანიშნულება და პროტოკოლის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს სასწრაფოდ მისი მკურნალობა, იმიტომ რომ შეიძლება მე ძალიან მძიმე შედეგი გავხდეს. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა, თქვენ უსმენთ ელენე ხოშტარიას ხარისაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს, როგორც მოგეხსენებათ და როგორც მოისმინეთ, ისინი ითხოვენ ელენე ხოშტარიას გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში იმისთვის, რომ მოხდეს ზუსტი დიაგნოსტირება მისი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის პრობლემების. მე შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, მდგომარეობა
უფრო და უფრო მძიმდება თვეების განმავლობაში. როგორც უკვე გითხარით, ელინე ხოშტარია სანამ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვდებოდა მკურნალობდა ციხეში, მკურნალობდა თურქეთში, სადაც კონსულტაცია გაიარეს მისი ოჯახის წევრებმა თურქეთში მის მკურნალ ექიმთან და ამ ექიმის ასე ვთქვათ დასკვნა დაახლოებით 2 თვის წინ მიეწოდეს პენიტენციურ სამსახურს, თუმცა როგორც ელინე ხოშტარიის პარტიის დროას წევრები და ასევე მისი ადვოკატი ამბობს, მათ არ აქვთ პენიტენციურ სამსახურს არ ქონია შესაბამისი რეაგირება. დღესვე ამ პრესკონფერენციის შემდეგ ელინე ხოშტარია მოინახულა პენიტენციურ სამსახურის დირექტორმა და მთავარმა ექიმმა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ელინე ხოშტარიის პარტიამ გაავრცელა, თუმცა ისინი ამბობენ, რომ პრესკონფერენციის ჩატარება არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ უბრალოდ დაინტერესდნენ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით, თუმცა ასევე პარტიაში ამბობენ, რომ ეს არ არის საკმარისი. მე შეგახსენებთ, რომ პარტია ელინე ხოშტარიას ასე ვთქვათ მხარდამჭერები არ უარყოფენ, რომ მას ციხეში პერიოდულად უტარდება კვლევები, აქვს კონსულტაციები ექიმებთან, თუმცა ეს ყველაფერი არის ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული სიმპტომური მკურნალობა, ვთქვათ როგორც პარტიის განცხადებაში წერა მოვალეობის მოხდის მიზნით და ეს არ არის რაღაცა სისტემური მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.